ყველას დიდი სიყვარულით, მონატრებით, რა ვიცი, სითბოთი და ყველაფრით მართლა რა ვიცი, შორიდან საკუთარი ქვეყნისთვის თვალის დევნება, კიდე სხვა რაღაცა ამბავი ყოფილა ემოციურადაც და ისედაც და ამ ეტაპებს გავდივარ შეიძლება ითქვას. სხვა დანარჩენი რა ვიცი. იმიგრაციაში როგორც შეიძლება იყოს ადამიანი, აი ხა ორ კვირაში გადის ერთი წელი რაც მომიწია გამოქცევა სამშობლოდან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენ კონკრეტულად შენ ეხლა პირდაპირ ეთერში გვერთვები და ყვები იმას, რომ მოგიწია სამშობლოდან გაქცევა. მოდი აი ასეთი კითხვით დავიწყებ შენთან საუბარს, ხო, რის გამო უწევთ გაქცევა ამ ქვეყნიდან ადამიანებს? დავიწყოთ ამით საუბარი. კი ბატონო, ინგა მე პირველ რიგში მინდა ამას ყოველთვის უსამხოლმე ხაზს და შენს ეთერშიც და შენი მაყურებლებისთვისაც ვიტყვი იმას, რომ არასდროს არც ერთ ეტაპზე ცხოვრების, არც ერთი პოლიტიკური გარემოს, არც ერთი რაღაცა, არ ვიცი, მატერიალური თუ სხვადასხვა ფონების გამო არასდროს მე საკუთარი სამშობლოდან წასვლაზე არ მიფიქრი. მეტიც ვიდრე საფრანგეთში გამოვიქცეოდი, აი ორი კვირით ადრეც კი ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა, მე ამას არ ვიზამ. სულ ვიხსენებ ხოლმე, რომ მაშინ აი ჯერ კიდე შევარდნაძის დროს ამერიკაში ვიყავით წასულები კონცერტები მქონდა და ხალხი ჩვენ ახლა ვგონია რომ მარტო ახლა იხდის ფულს ხო იქ წასვლაში და რაღაც გადაპარვაში და მაშინაც ხალხი ამას აკეთებდა და რო ჩავედი ბიჭებმა იქ ვიც გავიცანი გადასარევი ქართველები იყვნენ და მითხრეს რომ აქ ჩამოსვლაო ძალიან რთულიაო აქ ხარო და დარჩიო დაგიდგებით გვერდჩიო რაღაცა ნელ-ნელა საუბარი 23 წლის წინ იყო ეს იყო 2003 წლის ივლისი და მე ვთხარი რომ არა თქო შანსი არ არის შევარდნაძის დედა უნდა უტირო მეთქი რა ის ამერიკაში დარჩენა თქო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არასდროს მე ამას არ ვფიქრობდი არ ვგეგმავდი და დეტალებზე ძალიან მიჭირს საუბარი უბრალოდ ერთ გვიან ღამით მითხრეს და საქართველოს მაინც არის საბედნიეროდ არის ერთი ხალხი უმრავლესობაში ესეთი ხალხია ვისაც ერთმანეთზე გული შედგება მოდი ესე ვთქვათ და მეც ზუსტად ვიცი რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უფრო უყვარვარ ვიდრე არ უყვარვარ და შესაბამისად ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების მითხრა რომ უახლოეს პერიოდში რაღაცა სიის შესახებ მითხრა რომ სიაშიც ერთ-ერთი თათბირისაც ჩემზეც იყო საუბარი და ამას ემატება ჩემი შვილის და მოკლედ მთელი ამბები აქვს აქტიურობის ასე ვთქვათ და ერთადერთი შანსი მქონდა რომ მომცემნე რაღაც პერიოდს თუ წავიდოდი მოკლედ ეს თავისთავზე ეს ადამიანი ამას აიღებდა და ისეთი შოკი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა მაგრამ ნუ რა ვიცი მაინც ჩავთვალე რომ ციხეში წასვლა გაურკვეველი ვადით თუ იქნებოდა ალტერნატივა ჯობდა რომ წამოსულიყავი ქვეყნიდან და ამით გარკვეულწილად სხვა ადამიანების უსაფრთხოებადაც მეზრუნდა. ეს იყო ჩემი კონკრეტული მაგალითი. დანარჩენი ადამიანები, აი როგორ გითხრა ინგა, რაღაც ჯგუფია წარმოიდგინე, ყველგან არის ესეთი ჯგუფები, მაგრამ ერთ-ერთი ჯგუფი არის აქაური ქართველებისთვის და ყოველ დღე ამ ჯგუფში ათეულობით ადამიანთან ეს ეხება მარტო საფრანგეთს. არის უამრავი სხვა ქვეყანა. უამრავი ადამიანი ათეულობით ადამიანი კითხულობს, რომ აპირებს ამას, რომ ქვეყანა დატოვოს, უწევს რომ ქვეყანა დატოვოს. უმრავლეს შემთხვევებში ეს თემები შეიძლება და მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, ყველაფერი არის დღევანდელი პოლიტიკური გარემოს ბრალი. აი, რომ შევხედოთ თვითონ საქართველოში ახლა რა პრობლემებია დაწყებული ბავშვების ავადმყოფობით, რომლებსაც სახელმწიფო წამალს ვერ აძლევს და დამთავრებული სიტყვის და გამოხატვის იმ დონეზე შეზღუდვით, რომ რამე გულს ატყენს თუ დაწერდა შეურაცხყოფად თუ ჩაგიქრის ხელისუფლება შეიძლება ამის გამო დაგიჭირონ ამ გამას თუ შევხედავთ პრობლემების
რა თქმა უნდა ადამიანები გარბიან და თავს შველიან და არასდროს არ ვამტყუნებდი, არც მიფიქრა რომ მეც მომიწევდა ამ რიგში ყოფნა, მაგრამ არასდროს არ გამიტყუნებია ეს ხალხი, ვინც საქართველოს ტოვებდა და მიდიოდა და ყველას აქვს თავისი ცხოვრება და ერთი ცხოვრება ეს არ არის, ორი ცხოვრება არავის არ გვაქვს და ერთი ცხოვრება აქვს და ადამიანები ცდილობენ რომ ისეთი ცხოვრება საკუთარი თავისთვისაც, თავის შვილებისთვისაც, გარემოსთვისაც, ჯანმრთელობისთვისაც, თავისუფლების და ბედნიერებისთვის თუ არ გამოგდის შენს სამშობლოში ეს ისეთი ტრაგედიაა, აი წარმოიდგინეთ რომ შენ სამშობლოში ყველაზე დაჩაგრულად რომ საკუთარ სამშობლოში გზნობ თავს და ნებისმიერ ქვეყანაში რომ გადადგა ნაბიჯი და უკეთესად გზნობ თავს თვითონ ეს ისეთი ტრაგედიაა საქართველოსთვის და ეს ხო არ დამთავრდა ეს ხო არის აი როგორ გითხრა აქ არის 90-იანი წლებიდან დაწყებული რო ხვდები ადამიანებს 90-იანი წლებიდან დაწყებული დამთავრებული აგერ ახლამდე ყველა დროს სხვადასხვა მიზეზით ადამიანები მიდიოდნენ. იყო მომენტები, როცა ბრუნდებოდნენ უკან და მე ისევ ესე იგი აქეთ მოდიოდნენ. ანუ იმდენი პრობლემა აქვს ადამიანებს საქართველოში, იმდენი პრობლემა აქვს, რომ აი ამ პრობლემებს ვერ უძლებს ადამიანის ფსიქიკა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ გეთანხმები. ძალიან რთულია ინგა და მე იცი რა არის თუ ჩვენ არ ვიცი ხარ შენი კითხვის დასმის გარეშე რომ თემა არ მინდა შევცვალო მაგრამ გძნობ მე ერთ რაღაცას რა განსაკუთრებით საფრანგეთში ეხლა მე მაქვს კონტაქტი Facebook-ზე უამრავი ადამიანია ვინც მაგალითად იგივე თვალსაზრისით მოუწია ქვეყნიდან წასვლად და წარი მაგალითად ზოგი ესპანეთში ზოგი იტალიაში გერმანიაში ბელგიაში ასე შემდეგ საფრანგეთი ძალიან გამოირჩევა მართლა რაღაცნაირად I'm სოლიდარობის რაღაცა ძალიან მაღალი თვითონ სახელმწიფო არის სოლიდარობის განსახიერება ეს შეიძლება იყოს და უცებ რაღაცა მომენტში რომ ვიაზრებ ხოლმე რომ წარმოიდგინე მე მაგალითად აქ ოფიციალურად ჯერ ტოლვილიც კი არა ვარ აი ესე რო ვთქვათ რა ანუ ოფიციალურად ტოლვილი და ის რასაც ეს სახელმწიფო მე მაძლევს აი ამ პერიოდშიც კი როცა მე ესე იგი სტატუსიც კი არ მაქვს ჯერ ოფიციალურად ეს რაღაცები რასაც ეს სახელმწიფო მე მაძლევს და ჩემსავით აძლევს რა ვიცი 100,000-ობით ადამიანს საქართველოსდან ხო არა მარტო რა ვიცი აფრიკა აზია ავღანეთი რა ვიცი მილიონი ამბავი ეს მაგალითად რასაც მე მაძლევს საქართველოს მოსახლეობის 80% ისე ცხოვრობს ჩვენს მართლა საცოდავ ქვეყანაში რომ ეს არ აქვს. გეთანხმები, მაგრამ აი პროპაგანდა ტვინს როგორ უბრუნებს ადამიანებს, ხო? ეხლა ჩვენ კონკრეტულად საფრანგეთის შემთხვევაზე ვსაუბრობ და მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღმოჩნდა საფრანგეთში და წარმოუდგენელი დიაგნოზებით წავიდა და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ, გადაარჩინა საფრანგეთმა და დარჩნენ იქ და განაგრძობენ ცხოვრებას და აი როგორია ხომე შენი რეაქცია ნიკა როცა აქაურ პროპაგანდას უსმე რომ მაგალითად ევროპაში ცხოვრება არის საშინელება რომ ევროპა გაღარიბდა დღეს მაგალითად უყვებოდა პროპაგანდა საკუთარ ხალხს რომ გერმანიაში სიღარიბე როგორი დიდი პრობლემაა დანიის შემთხვევას რომ განიხილავენ როგორ ძალიან დიდ ამბავს პოლიციის ურთიერთობას საკუთარ ხალხთან აი როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი გადასარევად იცის ყველა ადამიანმა ამ ქვეყანაში რომ გადარჩეს ევროპა არის ერთადერთი გზა მაგრამ აი პროპაგანდით მაინც ტვინი აქვს გამოჭედილი რა რა თქმა უნდა ინგა პროპაგანდაზე დგას დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მათი თუ რამეში ფული იხარჯება ყველაზე მეტი ალბათ იხარჯება მაგაში და ცოტა შორის რამდენიმე დღის წინ რომ დავთვალე აი თუნდაც სარეკლამო ბაზარი ნორმალური ქვეყანა რო იყოს მეორე ადგილზე რო ხართ TV პირველი და სამეულში ფორმულა 8 არის და რუსთავიორს სულ უგებთ და პირველ რიგში მით უმეტეს და მთელი ფული მაინც პროპაგანდაში იდება ბიზნესიდან დაწყებული ყველაფრის და
შესაბამისად იმათი გავლენები დიდია, იმიტომ რომ მეტი ფული აქვს ტელევიზიებს, არ უნდა გვიკვირდეს მერე პროპაგანდას რო აქვს ესეთი ასე ვთქვათ ძალა. გასაგებია მე ერთ რამეს გეტყვი მაგალითად რამდენიმე დღის წინ კვირა დღეს აქ კვირაში ერთხელ ასე ვთქვათ რაღაცი პატარა საღამო მაქვს რამდენიმე ადამიანისთვის stand-up-ის ტიპის და აი ახლა უკან ჩანს ბანერი ხო ნიკა ქავთარაძის stand-up-ი კომედი საღამოები პარიზში ხო და კი და ამასთან მთელი ამბები აქვს მე სხვა დროს ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ ქალი იყო მოსული რომელიც აი მინდა გითხრათ ახალგაზრდა ქალი რომელსაც დიაგნოზი ჰქონდა ცეროზი და ესე იგი გარდა იმისა რომ ეს ქალბატონი აქ ჩამოვიდა თავის სამკურნალოდ საფრანგეთმა ჩასვა სპეციალურ ასე ვთქვათ პროგრამაში ახალ პროგრამაში რომელსაც სულ 500 ადამიანს უკეთებენ ანუ უნიკალურ პროგრამაში ჩასვეს ეს ქალი როგორც ამ დაავადებით ანუ ესე იგი გარდა იმისა რომ უბრალოდ ფრანგული სამედიცინო სისტემა დაეხმარებოდა ამას შანსი გაუჩნდა რომ სულ ბოლო თაობის კურნალობაში მოხვედრილი იყო რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი არის სულ აი წარმოიდგინე რის თქმა მინდა მე ადამიანები ვიცი რომლებიც ესე იგი ფერყვრთალები სიკვდილის პირას მოდიოდნენ აქეთ და მე ჯანმრთელები ბრუნდებოდნენ უკან ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა მათგანის ეხა იყო შემთხვევები რომელსაც უბრალოდ სამწუხაროდ ვერაფერი ეშველებოდა მაგრამ ეს ადამიანებიც კი რამდენჯერმე გაობრაზდი ჩემი ბავშვობის მეგობრებზეა საუბარი რომ სადღაც რაღაცას იქ Facebook პოსტზე და იმაზე ეს ევროპას უცებად კაპის შეაგინებდნენ რაღაცა და ბიჭო მე უთხარი ერთი წლის წინ კვდებოდი აი კვდებოდი აი გამოგიტირე ახვედი თან გადაყვნენ 1 ცენტი არ დაგიხარჯია 1 ევრო არ დაგიხარჯია და ჩამოხვედი გამოჯამთელდი გამოკეთდი საერთოდ ნუიტყვი ნურაფერს იმ შენი ქალაქის გამგებელის გულის მოსაგებად რომ რაღაცა ხუმრობა გინდა არ გინდა უნდა დაწერო იქ იმაში Facebook-ზე სულ გააუქმე ის Facebook-ი საერთოდ თუ ასეთი ტყუილების თქმა გიწევს იმისთვის რომ ამ პროპაგანდის რაღაცა ნაწილი ხარ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება საკუთარ თავზე გადახდენილსაც კი ზოგჯერ მალავენ ადამიანები იგივე ქართული ოცნების წარმომადგენლებს რო უყურებთ ხოლმე ჩვენ ეს მარტო შოპინგზე მოსიარულე ხალხი არ არიან ესენი ქონებები აქვთ აქ და ევროპაში ამერიკაში სახლები აქვთ კარები აქვთ და შვილებს აკაჩენდნენ მათი მეუღლეები და აქაური მოქალაქეობა და ამათ იციან რომ ეს არის გარანტია სიმშვიდის სტაბილურობის საშვილთა შვილიშვილოთ იქით და შესაბამისად ისინიც აქეთ მოდიან და მე გამოვლენ და რა თქმა უნდა დაჯდებიან და ურცხვად იტყვიან ესე იგი დანიაში ინგა წარმოიდგინე ხა შენ როგორ აი რაც არ უნდა ხდებოდეს ჯერ ხო ეს ხო სიაფანდობაა მოდი ესე ვთქვა რა აი ტყუილიც არ არის რომ სადღაც ევროპაში პოლიციელი ცემს ისე ვინმეს რომ კანონის გარეთ გადის და დაუშვათ თუ ესეთი რამე მოხდა იმას ის საერთოდ პოლიციაში ვეღარ გაეჭაჭანება ვერასდროს მაგრამ ესეც ხო არ მოხდა და რომც მოხდეს აი ნახეთ აი დაუშვათ პროპაგანდა რატო არის უზნეობა და ამორალურობა იცით რას უცვლის ქართველ ნაცემ შვილის დედას ის რომ დანიაშიც წემენ აი პირობითად აი მაგალითად იქაც წემენ ჯერ ხო არ წემენ მაგრამ დაუშვათ წემენ დანიაშიც რა აი ჩვენ ბავშვობაში ის რომ გადახდესო შეც უნდა გადახდეო ხო ხუმრობდით ხოლმე რას ცვლის ეს ქართველისთვის ჯერ ხო ტყუილია მაგრამ ტყუილიც რო არის ეხლა საფრანგეთშიც და ნებისმიერ ადგილას აქ არის ხოლმე მაგალითად საშინელი აქციები რა თვალსაზრისით რომ აქციაში შეფუთულში ასე ვთქვათ მოროდიორები არიან სულ და ტიპები ოღონდ ეს პოლიტიკური აქცია იქნება თუ PSG-ს გამარჯვება ეს ხალხი სულ დაძრწის ეს კრიმინალები და ხალხმრავლობა რო არის ესენი ამით ხეირობენ და ანტრევენ იმეებს აქვია ვიტრინებს იპარავენ მაგრამ ოღონდ ესენი პოლიტიკური ჯგუფები და პროტესტის გამომხატველი ხალხი კი არ არის ვინც რაღაცას ითხოვს
ეს არის აი ამღვრეულ წყალში თევზით დამჭერი ადამიანები და პოლიცია ამათ მიმართ არის ძალიან კატეგორიული. ეხაც გუშინ წინებზე როდის იყო თასის აღების ის რო იყო, ყველა მაღაზია, ყველა ის დაკეტილი იყო იმის გამო, რომ იქ დიდი მსვლელობები უნდა ყოფილიყო, ზუსტად იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, ვინც ამას იყენებს. ეხლა ჩვენთან 100,000 კაციანი აქცია რო არის და მე რო გვიხარია რომ ერთი ფანჯარა არ გატეხილა და ერთი რაღაცა არ გაფუჭებულა, ზუსტად იგივე იქნება. აქაც რო არ იყვნენ ის ჯგუფები, როგორც უკვე გითხარი, კრიმინალური და იმათ წინააღმდეგ არის პოლიცია ძალიან კაცი. მაგრამ შენ რო დაჯდე თბილისში მეგობრებთან ერთად პასტით და ფურცლით ხელში, ყველა იმ პოლიციელის ნომერს ჩაიწერო, აწერია ზურგზე. აი ზურგზე აწერია პარიში რო პირობითად პოლიციელი რო მაიდენტიფიცირებელი ნომერი. აწერია, აი ასობით თუ ათასობით ადამიანის ცემელი და დამჭერი ქართველი პოლიციელების იდენტიფიკაციას თვეებით ანდომებს ქართული მედია, რომ რაღაც ცხვირით, ტუჩით, რამით იცნოს და მე იქ შეადაროს და იქ იმასგანს და აქ იმასგანს. მაკა ჩიხლაძეს რომ ისინი საშინელი კადრები რო გვაქვს ნანახი. იქ რო კაც ბეჭებზე რაღაცა ეწეროს და ის რო იცოდე ვინ არის და ის არის იყოს რაღაცა ყაჩაღების ფორმით არ იყვნენ. მაშინ ხო მაგას ჯერ ესეთი ვერც გაბედავდნენ. გორში რაც მოხდა, მაგას ეგენი ხო ვერაფრით ვერ გაბედავდნენ, რომ წარმოედგინათ რომ უღებენ. მაგრამ ისო ქონოდათ სახეზე, რა ქვია, დამალავე რა, ნიღაბი. კამერა კი არა, რავი, მთელი ტელევიზიები უღებდით, ხო? და ფეთებზე ეკიდათ. იმიტომ რომ ეგ არ არის პოლიცია, ეგ არ არის ევროპული პოლიცია, ეგ არ არის ევროპული სტანდარტის ქცევა, ანუ საქართველოში ყველაზე ცუდი არის ის, რომ პოლიციელს ეზიზღება ის ვიც იქ გამოდის. ანუ როგორც უკანასკნელ კრიმინალს, აი როგორც არ ვიცი, პედოფილს და ამავდროულად კაცის მკვლელს, ისე უყურებს 18, 19, 20 წლის სტუდენტებს, რომლებიც უბრალოდ აპროტესტებენ იმას, რომ არ უნდათ რუსეთში ქვეყანა, რომ რუსეთი გახდეს. ესეთი ადამიანები ეზიზღებათ. მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთი დიდი მსვლელობა იყო აი იმამდე თბილისის გასასვლელამდე რა ქვია ეგ სავაჭრო ცენტრი რო არის თბილისი მოლი იქამდე იყო და ეს ასობით ჩამწყნივებული პოლიციელი რო იდგა და ლანძღავდა ხალხს. კი და კადრებიც მაგ კადრებს რა დაგვავიწყებს ყველას რა ნახი გვაქვს და ეს ემას ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ და უშვებთ რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში დგას ისა რა ქვია დანიელი პოლიციელი და გოგოს ეუბნება რომ უფრას გიზამო შენ და აი რაღაცა იმას რა ქვია ხურუშიანი დეგენერატი. აი მე მაქვს ნანახი კადრები, ერთი არ მახსოვს შვედეთში იყო, აი ესე პოლიციელი რო დგას და აქტივისტი გოგო სახლის წინ უდგას, არ მახსოვს რაღაცა ქალთა ორგანიზაციის რაღაცა იყო, წელზევით შიშველი ეძგუგო და შეურაცხყოფას აყენებს, აი სახესთან აი ესე უდგას პოლიცია. ტიპის რეაქცია რა გეუბნება რაღაცა მშვიდად შვედურად, ესა, აი ეს არის, იმიტომ რომ იმან იცის რომ როგორც ის რამეს დააშავებს, უბრალოდ უნდა დაიჭიროს. კი არ უნდა ეზიზღებოდეს. არა, აქ სრულიად დაქვემდებარებულია ერთიანია პრინციპში, ერთი სახელი და გვარი აქვს მთელ სისტემას, ნიკა. იმიტომ რომ ტრენდს ეგენი ქმნიან, ინგა. როდესაც ჩვენ საუბრობთ, აი მაგალითად სიტყვების აკრძალვაზე თუ რაღაცაზე. ეხა ეგ უნდა მეკითხა, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ ხო და დამასწარე. შენ რო ეთერში ხარ, კითხვის დასმას აზრი არ აქვს. არა, მე გადასარევად ვგრძნობ თავს, ისედაც იცი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი კითხვაც მინდა რომ მოვასწრო და დაგისვა აი შე რითი ხსნი უკვე აი ამ Facebook ცენზურაზეც რო გადავიდნენ სკროლვის სამმართველოს შექმნას ეს არის შიშის შექმნის საფუძველი ანუ მთელი ამბავი არის ის რომ მოსახლეობას რომელსაც აქვს უამრავი პრობლემა კონდეს შიში რომ არ დარჩა სივრცე სიტყვის სათქმით. ამას ქუჩაში ვერ გამოდიხარ, ქუჩაში გამოდიხარ გიჭერენ, ტროტუარზე ვერ გახარ თუ რაღაცა არის გიჭერენ. ეხა უკვე შენ სივრცეშიც ანუ
Facebook-ზე, საჯარო სივრცეში, ნებისმიერ სივრცეში. თან ყველაზე უცნაური რა არის, იცი რომ არ არსებობს, მართლა არ არსებობს შეურაცხყოფის განსაზღვრელი რამე. ადამიანი შეიძლება მე რაღაცა მითხრა და შენ იგივე გითხრა და შენთვის არ იყო შეურაცხყოფელი და იგივე ჩემთვის იყო შეურაცხყოფელი. ანუ ეს ისეთი გაურკვეველი რაღაცა შემოიტანეს მხოლოდ და მხოლოდ შიშისთვის. თორე ინგა ტრენდს ნებისმიერ ტრენდს ქმნის ძალაუფლების მქონე. მე სულ ვეუბნები ხოლმე, აი უცხოელებს რაღაცას, მაინც არ ჯერათ, ხშირად იცი რა არის, აი ესეც ჩვენი რაღაცა პრობლემა არის ის რომ ძალიან ბევრი რამე არ იციან აქ ჩვენს და ვეუბნები ხოლმე მაგალითს რამდენიმეს და ერთი მაგალითი არის რომ წარმოიდგინე ესე პარლამენტარი დიტო სამხარაძე ამ შემთხვევაში მაგრამ ამათთვის რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს აქცია როა შეკრებილი და ტელეფონით რო იღებს როგორ აგინებს პარლამენტის წევრი ხალხს რომელიც არის მისი ქვეყნის მოსახლეობა და ამას აგინებს, ამას იღებს. ეს ჩუმად კი არ არის გადაღებული და კი არ გაურწევდა. ეს არის სიამაყით გაკეთებული ვიდეო, როგორ აგინებს ხალხს, პარლამენტარი ხალხო. და ის არ მიდის მე თავის თანადობობიდან. ანუ ესენი ქმნიან ამ ძალადობრივ ტერმინოლოგიას, ზიზმს ესენი ქმნიან ჩართეთ პროპაგანდისტული ტელევიზია როგორ იწყება რას ამბობენ რა ტექსტებით ამბობენ პროპაგანდისტული ტელევიზიის იუმორისტული გადაცემებიც კი ზიზღით სავსეა და დაკვეთა არის რომ ეს ყოველი მეორევ რაღაცა ვიღაცაზე შეურაცხყოფელი უნდა იყოს აი ეს არის მაგათი შექმნილი მაგათ შექმნილია და ვიღაც ამბობდა მეგონი ნანუკა ამბობდა გუშინ თქვენთან მეგონი ვიკასთან იყო რომ ჩვენზე არ არის ეს გათვლილი იმიტომ რომ ჩვენნაირ ადამიანებს რამიზეცდაც უნდა იმით იჭერენ რამიზეცდაც უნდა იმით აშინებენ ისა აჯარიმებენ აყადაღებენ და ასე შემდეგ ხო ეს არის გათვლილი რეალურად გათვლილი არის ბევრი ხალხისთვის რომელიც უკვე ვეღარ იკავებს თავს აი ეს ბავშვების ამბავი იყო ერთ-ერთი როგორ გითხრა მაპროვოცირებელი შეიძლება რომ ადამიანები გაგიჟდნენ ანუ გაგიჟდნენ რა რომ კაცი არ გამოვიდა რომელიც დაელაპარაკებოდაო აი ამაზე გიждდებოდა ხალხი თორე გასაგებია მესმის თანხა ძვირი იაფი რამე სახელმწიფო აი იმდენად გაუგებარია ინგა წეგანო ამბობდი რომ მე მაქვს მაგალითად საფრანგეთში უფასო დაზღვევა ანუ უფასო დაზღვევა მაქვს ეხლა მაინც და მაინც პლასტიკურ ოპერაციებს არ ფარავს მაგრამ არც მაქვს გეგმაში პლასტიკური ნებისმიერი რამე არის ჩემთვის უფასო მათ შორის რამე ისეთი თulis რომ აღმომაჩნდეს როგორცაც მილიონობით ევრო შეიძლება ჭირდება წარმოიდგინე ხა მოქალაქეს რა აქვს და უცებ ამ ქვეყნიდან რომ შეხედავ რომ 100 ბავშვი კვდება და შეუძლია სახელმწიფოს რომ მათი სიცოცხლე გაახანგრძლივოს და ამას უბრალოდ არ აკეთებს. ანუ მე ზუსტად ვიცი, აი დღეს ჩემშვილს ველაპარაკებოდი რაღაცა წინაზე ტელეფონით და აი წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ რო ყავდეს მაგალითად აი პრეზიდენტი ავიღოთ რა აი პრეზიდენტი რომელიც არ არის ფუნქციურად თავარი ტიპი, მაგრამ არის პრეზიდენტი აი პირობით. და პრეზიდენტი რომ დადიოდეს, აი ეგეთი მაგარი ტიპი რომ იყოს გაუჩერებლად მთელი ევროპის ქვეყნების თავის კოლეგებთან. ამერიკაში იმაში აი რომ უწალახებდეს მართლა კაცს. ის ხო აუცილებლად შეძლებდა რომ ამ ქვეყნების პრეზიდენტების პირების გულებამდე მისულიყო და ამ ბავშვების წამლების აუცილებლად მოგცემდნენ. უბრალოდ აი როგორ გითხრათ ეს წარმოუდგენელია რომ აი აქაური გაგები წარმოუდგენელია რომ ხელისუფლება საკუთარი ხალხის სიკვდილს აი ჩაულებრივად ხვდება რა აი ფერარიდან გელაპარაკებიან რომ ფული არ გვაქვს სამწუხარო და მან მთელი უბედურება ის არის რომ არც არავინ არ ხვდება მათ მშობლებს ნიკა მადლობა
ხო, სამწუხაროდ ყველაზე გასაბრაზებელი ეგაა სხვათა შორის როცა გადაცემა დავიწყე აი ამ Facebook მაკონტროლებელ სამმართველოზე პირველი მეცე კითხვა გამიშთა ადამიანი რო გაივლის და რომ დაინახავს ეტლებში ჩამჯდარ უმძიმესი დაავადების მქონე ბავშვებს და მერე Facebook-ზე რო დაწეროს ის სიტყვები რაც მათ ეკუთვნით ანუ წარმოიდგინეთ ამის გამო შეიძლება ის აღმოჩნდეს შემდეგ ან ჯარიმა დაადონ ან დააპატიმრონ სამწუხაროა ეს რეალობა მადლობა ნიკა მადლობა